ბაჰარი. შეხედე? ვარსკვლავი ჩამოვარდა. სრული ჩაიფიქრე. გონი ეს სატელიტი იყო, მაგრამ სურვილი მაინც ჩავიფიქრე. მეც. გმადლობ. მაგრამ შეგცივდება დემირ. არა. არ მცივა. უფრო მეტიც. ცხელა. ეს დღე ჩემს გონებაში სამუდამოდ აღიბეჭდება. იცი ყველაზე მეტად რა დამამახსოვრდა. რა? შენი გულწრფელი მზერა. ეს მეგობრული კოცნა არ იყო, ხომ ასეა? ასეა?
ასეა. უკაცრავად არ ვიცოდი აქ რომ იყავით. თორემ ასე არ ვიხმაურებდი. არა, მე მაინც წასვლას ვაპირებდი. მეძინება. ხამამშვიდობისა. აღდა ჯეკი. დაუჯერებელია. რამდენი რამ მოხდა, მაგრამ დავქორწინდით. ხო, მართლა ასეა. ლამის დავშორდით. ახლა კი ერთად ვართ, რადგან სიყვარული ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა. ეს სიყვარულია. თუ გამოვალი მდგომარეობა. ჯერ არ ვიცი, მაგრამ თიცე ბეჭედი მიკეთია. ერთ რამეს გეტყვი. ჩვენი სიყვარულის ნაყოფი დაგვეხმარა საყვარელო. შეგვანჯღრია და აზარზე მოგვიყვანა. გეფიცები საოცარი ბავშვია. ნამდვილად. ორივემ ყველაფერი დავივიწყეთ. და აი, ახალ ცხოვრებას ვიწყებთ. ხომ საყვარელო. დღეიდან ერთი ოჯახი ვართ. ახლა შეყვარებული წყვილი ხართ? ნამდვილი წყვილი? ეთყობა ასეა. როგორც ჩანს. რას ნიშნავს როგორც ჩანს, დემირ? ხომ დაგინახეთ? ბედნიერების გამო რწყინავდით. მართლაც, სანამ შენ გამოცხადდებოდი. ამას ნუ ამბობ, ძმაო. რომანტიკული განწყობა გაგიფუჭეთ. რას გრძნობდი? მომიყევი. გეფიცები არ ვიცი, ელფინ. რაც არ უნდა გავაკეთო, ჩემს გრძნობებს ვერ ვაკონტროლებ. მათ ვემორჩილები. ყოველთვის, როცა ბახარი ჩემ გვერდითაა, ყველაფერი ხმა და ფიქრი სხვანაირია. მხოლოდ მის გვერდით ვსუნთქავ, ელფინ. ახლა რას აპირებ? ამბობდი, რომ აი სულმა არაფერი არ უნდა გაიგოსო. ნამდვილად. რადგან ყველაფერი ახლა იწყება, არ მინდა, რომ ბახარი სახლში გავუშვა. ახლა ვერაფერს ვეტყვი და ვერც დედინაცვალთან დავტოვებ. მოკლედ,
თავდაპირველად საქმე აისუნთან უნდა მოვაგვარო. რას ნიშნავს აისუნთან საქმე უნდა მოვაგვარო? რას გულისხმობ? მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საბუთები უნდა მოვიპოვო. თუ მათ ხელში ჩავიგდებ, აისუნი ბაჰარს ვერაფერს დაუშავებს. რა საბუთებია? მე რა გეტყვი? ახლა მთავარია ბაჰარზე ვიზრუნოთ ელფინ. ეს როგორ უნდა გავაკეთოთ, ძმაო? როგორც კი საშუალება მომეცემა ბაჰარს კაბადოკიაში წავიყვან. ექიმმა მითხრა, რომ მისთვის აუცილებელია ასეთ ადგილებში ყოფნა. ნაცნობ, მაგრამ დავიწყებულ ადგილებში. ხო, იგი თქვენი სიყვარულით დატკბებით. ვეჭვიანობ, ძმაო. მოდი ჩემთან. აი ასე. მოეჭვიანობ საყვარელო. აქ ძალიან კარგია, მაგრამ გავიყინე. სახლში შევიდეთ. წამოდი, საყვარელო. ნაძირალა შერებ. იდიოტო. იმის გამო დაისაჯა, რომ ჩემ საქმეებში ჩაერია. ახლა შენი ჯერიც დადგა. საყვარელო. დაო, ძალიან გთხოვ, წამლების თალება არ დაგავიწყდეს. მართალი ხარ. დიდი მადლობა. დაო, მითხარი. მეჩვენება თუ დღეს სხვანაირი ხარ. მესმის შვილი გაათხოვე. ამიტომ მეტად ემოციური ხარ, გენატრება. მაგრამ ამავე დროს სხვა რამ გაწუხებს. კითხე, მაგრამ არ მიპასუხე. რამე ხდება და არ ვიცი? რამემ ჩაგაფიქრა? მითხარი. ხდება, შვილო. ხდება. ეს სიახლე არ არის. ის კაბა ბაჰარს მივეცი. რომ იცოდე რა გადავიტანე. ჩემი ძველი ჭრილობები განახლდა. ეს ყველაფერი ძალიან ემოციური იყო. მითხარი, რას გრძნობდი? დაივიწყე, შვილო. დრო გავიდა. მაგრამ ტკივილი არა. როცა ის გოგო ასეთი ბედნიერი ვნახე. ავფორიაგდი. არ ვიცი როგორ აგიხსნა. წლების წინ მარტო ვიყავი. სევდა და მარტოობამ ტანჯავდა. მაგრამ გვერდით ხაზანი მყავდა. მერე კი ბაჰარი გამოჩნდა. და ეს სიცარიელე თითქოს შეივსო. ხაზანსა და ჩემს თავზე ვფიქრობდი.
წუხდი და განვიცდიდი. შვილის ქორწილი მახარებდა. ახლა ვწუხვა, რომ ბახარი მარტოა. მართალი ხარ, ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია. უცნაურია, ნურჯან. ასეა. გონულხანი მაგხართ? მე კი გეძებდით. თქვენ რა ტირით? არა. ნუ ტირით. არაფერი მომხდარა. საშიში არაფერია. ხაზანმა რომ დაგინახოთ, იდარდებს. შვილო, რა კარგი და კეთილი გოგო ხარ. აღფრთოვანებული ვარ. რა მზრუნველი დედა ხართ. ეს ხაზანმაც იცის. შესაძლოა შეცდომები დაუშვა. მაგრამ გამოუსწორებელი ხომ მხოლოდ ადამიანის სიკვდილია. დანარჩენ საშუალება. ხომ ასეა? იცი ნურჯან, ბაჰარზე ძალიან მღელავ. რა კარგი გოგოა. ნამდვილად დეიდაგონო, როგორ ჩანს ძალიან მიეჩვია. დაო, დღეს დავიღალეთ. ძილის როა, ხომ ასეა? კეთახმები. წავიდეთ.
გემრიელად მიირთვით. ელფინ, რამდენი რამ მოიტანე? შესანიშნავად გამოიყურება. აი, ჩაი. ძალიან ცენამცხელია. გმადლობთ. ბაჰარ შეხედე? ჩემი საყვარელი დესერტია. ჩემს ძმას არ ჯობია, მაგრამ საოცარი რამეა. ვიცი ეს დესერტი. შესანიშნავია. ჩვენთვისაც მოვიტანეთ აფშები. ექიმთან ვიზიტის მერე რომ სეირნობდით, შენ გამიმასპინძლდი. ვერ დაველოდები. შეიძლება ჩანგლი თავიღო. მიირთვი. რა მოხდა? არ მოგეწონა? არა. სხვა რამეა. რაღაცას მაგონებს, მაგრამ ვერ ვიხსენებ რას. იქნებ რამე მაინც გაგახსენდეს. ცუდი გრძნობაა თუ კარგი? მითხარი. კარგი გრძნობაა. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი, დამშვიდდი. ხოლოდ გაიხსენე. არა. ამ განცდის დაკარგვა არ მინდა. უნდა ჩავაღრმავდე. ვირდები რომ ამ განცდას არასდროს დაკარგავ. თვალებში სხვა სხივმა გაიელვა. დაიჯერე, ამას გაგრძელება ექნება. შვილო, მიხარია რომ ჩემი გეგმა გამართლებს. რა გეგმა დეიდა? ჩუმად. ამორს გულისხმობ. როგორ უხდებიან ერთმანეთს? ყოველად კი არ პატიშებ ბაჰარს. შენს მას ბაჰარი უფრო უხდება, ვიდრე აისუნი. დეიდა, საიდან მოგაქვს ასეთი სიტყვები? უხდება, გამოგვადგება, რა მნიშვნელობა აქვს? სერიოზულად? წარმოგიდგენია? ღმერთო ჩემო, ყველაფერი ისე ხდება, როგორც ჩავიფიქრეთ. ის, რაც მერე მოხდება, სხვებსაც გამოადგებათ. კარგი დეიდა, წამოდი. მოდი ვჭამოთ. თარიკ? დილამშვიდობისა საყვარელო. მოიცა, ნუ იძაბები. აი, ეს შენ. შენთვის დაღლა არ შეიძლება, მხოლოდ უნდა გაიხარო. თარიკ, რა ლამაზია. ჩემს ცოლს საუზმე მომზადეს, ნორმალურია. მზად ვარ მთელი სამყარო გაჩუქო. როგორ შეიცადე? ეს მხოლოდ მე უნდა შევჭამო? შემომიერთდი. არა, ჩემო მამაზო, უკვე ვჭამე. თქვენ ორნი ხართ და გემრიელად მიირთვით.
ბავშვ ჯერ ვერ ვგრძნობ, ძალიან პატარაა. კარგი. შენ ჭამე და ისიც გაიზარდება. პირი გააღე? ყოჩახ. ახლა ოჯახის გამოყვება ჩემი საქმეა. მიდი პირი გამიღე? მიდი. თარიკ, ამდენი თუ შევჭამეთ, გავსუქდებით. მე რა, შეგერგოთ და გასუქდით, გამიხარდება. რა მოსიყვარულე და მზრუნველი ხარ, თარიკ. ახლა ყოველთვის ასეთი ვიქნები საყვარელო. თავი. თავი. Pamuk. Gისმენთ აისუნ ხანიმ. შეგიძლია დღეს დაისვენო, გაისეირნო, სუფთა ხაერი ჩაისუნთქო. მე ხომ საქმეები მაქვს. თავი დაანებე პამუკ და დაისვენე. კარგი აისუნ ხანიმ, მაგრამ ჯერ ბაზარში ვარ დასასვლელი და შეიძლება მერე გავისეირნო. კარგი. ბაზარში წასვლის მერე გაისეირნე. აისუნ ხანიმ. შერეფი არ მინახავს, სახლშია? შერეფი არ არის. საქმეები ქონდა და წავიდა. წადი. არ დაგაგვიანდეს. კარგი. მომშორდი, თორემ შენ შერეფებით მოგექცევი. უკვე გვიანია. სახლში წასვლის დროა. მოდი კაბადოკიაში წავიდეთ. კაბადოკიაში? შესანიშნავია. როდის? ახლავე, დღეს. მართლა? დღეს? სისულელეების ჩადენას მთავაზობ? რატომ კაბადოკია? ის ადგილი ორივეს გიყვარს. იქ უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ხშირად დავდიოდი. შენც იქვე ახლოს სწავლობდი. იმ ადგილებს კარგად იცნობდი, ოღონდ მაშინ ერთმანეთს არ შევხვედრივართ. რა იცი, რომ იქ დავდიოდი? როგორ არ ვიცი. შენი და მამაშენის ფოტო ვნახე ჟურნალში. იქ როგორ მიდიოდით? ნეტავ მეც გამახსენდებოდეს. ესე იგი, იქაურობა მიყვარდა? ხო. ძალიან გიყვარდა. შენმა ექიმმა კითხვა, რომ ასეთი ადგილები უნდა მოინახულო. ეს აუცილებელია. გინდა რომ მეხსიერება დამიბრუნდეს? ხო, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, მოგზაურობა ამაში დაგეხმარება. ძალიან კარგი. კაბადოკიაში წავიდეთ. ოღონდ ჯერ სახლში უნდა მივიდე და ნივთები ჩავალაგო. ყველაფერი შევაგროვებ და წავიდეთ. არა, მოიცადე.
რაც საჭიროა გზაში ვიყიდოთ. ანუ ასე ვჩქარობთ? სწორედაც. თანახმოვარ. აფენდი ქრისტო. წარმოგიდგენია? უკვე შუა დღეა. მერე რა ძვირფასო. დღეს გამოსასვლელი დღე გაქვს. და საერთოდ წამოდი სამსახურიდან, მუშაობა აღარ გჭირდება. მუშაობა არ მჭირდება? ხო, რა საჭიროა? ოჯახზე მე ვიზრუნებ. დღეს გასაუბრებაზე მივდივარ, დემირმა რაღაც შემომთავაზა. სხვა სამსახურსაც ვიშოვი, მალე დასაქმებული ვიქნები. დარწმუნებული ხარ, თარიკ? ახლა რომ გავთავისუფლდე, სარისკო არ იქნება? სარისკო რატომ უნდა იყოს? შენ ხომ ორსულად ხარ. შენთვის მუშაობა მავნია საყვარელო. რას ნიშნავს მავნია? ძვირფასო. საყვარელ საქმეს ვაკეთებ. კაბებს ვკერავ. მშობიარობამდე დიდი დროა. ჯერ კიდევ შევძლებ მუშაობას, თარიკ. როგორც გინდა საყვარელო, თუ გინდა, თუ სახლში მოგწყინდება, იმუშავე. მე მხოლოდ შემოგთავაზე. კარგი. მე მოვემზადები, ლამაზად ჩავიცვამ, რომ თავი მოვაწონო. წარმატებები. აისუნ. აისუნ. ბაჰარ. აისუნ. მოგკლავ შეგველო. მოგკლავ. მოგკლავ გესმის? კაპადოკიაში საჰაერო ბურთით ვიფრინოთ. ზღაპრულ ხედებს ნახავ. რა მაგარია. იცი რომელიმე მშვიდი მყუდრო და სასიამოვნო ადგილი. სტუდენტურ წლებში პანსიონატში ვცხოვრობდი. იქ ისეთი ხალხი მუშაობდა. რა ბაღი იყო, რა მასპინძლები გვყავდა. მართლა შესანიშნავი იყო. უკვე პროექტი. ერთი წუთით ბაჰარ. გამარჯობა, რა ხდება? სიახლეა, საბუთები ვიპოვეთ. მოდი ვიღაცას გაგაცნობ. დღეს ლოკაციას ჩაგიგდებ. კარგი, მოვალ. ბაჰარ. სასწრაფო საქმე მაქვს. ცოტა ხნით წავალ, შენ კი ჩვენთან მიგიყვან. ელფინს დაელაპარაკე, მე კი კაბადოკიაში წავიდეთ, კარგი? ხო, მაგრამ მიყვანა რა მინდა. სახლამდე გზა კარგად ვიცი. დარწმუნებული ხარ? ხო, დემი, რა ქვია? ჩემით მივალ. კარგი, მალე შევხვდებით. ნახვამდის. შეხედე როგორ გამოვიყურები, კარგად? პირდაპირ დირექტორად ამიყვანეს. თავარია იმუშავა. თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს. სამუშაო მექნება, შენ გვერდით ოჯახის უფროსი დგას. ყველა დაპირება შევასრულებ. შენ და პატარას კარგად მოგივლით. დამიჯერე. ყველაფერი კარგად იქნება. სიმართლეს ამბობ, თარიკ? მართლა ასე მოიქცევი? აბა რა? დედაგონულსაც ცხოვრება შევუმსუბუქებთ. პირველი ხელფასით ეს სახლი გავაწყოთ ავეჯით, მერე სახლი ჩვენთვისაც ვიქირაოთ. ბავშვის დაბადებამდე ყველაფერს მოვაწყობთ. წავალ რომ არ დავაგვიანო. შენ კი დაისვენე ჰაზან, არ დაიღალო. კარგი? თარიკ, არა.
დღეს ექიმთან ვარ ჩაწერილი. მართალი ხარ, რა სამწუხაროა რომ მოსვლას ვერ მოვასწრებ. ექიმთან ვიზიტის მერე შევხვდებით, კარგი? არა, შენ საქმეს მიხედე. ღმერთი შეგეწიოს. ჩემო ლამაზო. გაგაცილებ. ალო? ბაჰარ, როგორ ხარ ძვირფასო? მოგვენადრე. კარგად ვარ, აისუნ ხანიმ. თქვენ როგორ ხართ? მე მუშაობ. უკან არ დაბრუნდები? ცოტა ხანს აქ დავრჩები, აისუნ ხანიმ. საქმეები მაქვს. ღმერთო. ჩამოდი საბუთებზე, ხელი გაქვს მოსაწერი. თუ ვერ ჩამოხვალ, მე თვითონ ჩამოგიტან. არა, არ ღირს. წამოვალ. ახლავე წამოვალ. კარგი. გელოდები. ნახვამდის. რა თქმა უნდა ჩამოხვალ. აბა რა სიზა. ჯერ აქ მოხვალ. მერე კი პირდაპირ ფსიქიატრიულში აღმოჩნდები. ჩემი ტყუილი რომ არ გამჟღავნდეს, სახლში შევივლი და ნივთებს წამოვიღებ. მიპასუხე დემირ. არა, ალბათ დაკავებულია. საქმეს თვითონ მივხედავ. ტაქსი. აი ჩაი. გმადლობ. სტუმარი დივანის კიდეში რატომ ზიხარ? მოიშვი და კარგად მოეწყო. ნურჯან, შვილო. ალბათ ხაზერმა უკვე გაიღვიძა. ასე დიდ ხანს არ ძინავს ხოლმე. ხომ არ დავურეკო? ისე იქცევი თითქოს შვილი პირველად გაუშვე ბანაკში. გოგო გაათხოვე. ახლა ქმარი ყავს. თავი დაანებე. ერთი დღე იყოს უშენოდ. მართალი ხარ. მაგრამ ვერ ვისვენებ ნურჯან. უნდა გავიგო, სუსტად ხომ არ არის მუცელი ხუმარს ტკივა, გული ხომ არ ერევა. შვიდად როგორ ვიქნები? რა თქმა უნდა განვიცდი. ნერვიულობ. ხაზანი შენ გვერდით რომ არ არის განიცდი. როცა შენ გვერდითაა, მაშინაც დარდობ. დამშვიდი, ძალიან გთხოვ. მოიშვი და ჩაიდალიე. კარგი. ნახევარი საათი დაველოდები. იქნებ თვითონ დამირეკოს. ასე მოვიქცევი. წარმოიდგინე პატარა. მამა სამსახურის საძებნელად წავიდა. შენი წყალობი ძალიან შეიცვალა. მას ვუყვარვართ. ჩვენზე ზრუნავს. სწორად მოვიქეცით მეორე შანსი რომ მივეცით.
ყოჩაღები ვართ. თარიგომუში ვარ, გასაუბრებაზე დემირ კესკინის რეკომენდაციით მოვედი. ძალიან სასიამოვნოა, გთხოვთ დაბრძანდით. უნდა დაიცადოთ. რატომ? რისთვის მე ხომ რეკომენდაციით მოვედი? დიახ, ჩანაწერი შეამოწმეთ. ახლა ჩვენი თანამშრომელი დაკავებულია, დაბრძანდით და შევატყობინებთ. კარგი გასაგებია. რადგან ასია საჭირო? დიდხანს უნდა ველოდო? შევატყობინებ. შეატყობინეთ. რეკომენდაციით მოვედი, დაველოდები, ოღონდ უცნაურია. ნუ ღელავ, მოვა. საბუთების პოვნა ადვილი არ იყო. ბევრი წვალება მოგვიხდა. ასეც ვიცოდი, ეს ხომ დიდი ხნის ამბავია. აი, მოდის. გამარჯობა. გამარჯობა. დემირ ბეი, ჩვენი მეგობარი ადვოკატი. რთული იყო, მაგრამ თავი გავართვით. შეიძლება ვნახო? შვენიერია. სწორედ ის არის, რაც მჭირდებოდა. ამაში 100,000 ლირას ვითხოვ. ამათი პოვნა ადვილი არ იყო. რა თქმა უნდა. გამოვისყიდი. 2 დღე მომეცით, კარგი? კარგი. რომ იცოდეთ, ერთადერთი ეგზემპლარია. არ იდარდოთ, ყველაფერს მოვაგვარებ. როგორც კი მზად იქნება, შეგატყობინებთ. დიახ, დამირეკეთ. ნახვამდის. ამდენ ფულს საიდან მოიტან? ფულს ვიშოვი. თავარი ეს საბუთებია. ძირფასო. დედა, როგორ ხარ? ხომ არაფერი მომხდარა? არა, დედა, არა. თარიქი წავიდა. მე კი გადავწყვიტე თან ვლაპარაკებოდი, მომენადრე. მეც მომენადრე. მალე დავბრუნდები. დედა, შენთან ურჯანი მოდით. ჩაის ავადუღებ. კარგი შვილო, კარგი. უკვე მოვდივართ. ადექი. ჩაი უნდა დაადგას. ადექი. დებია შენი ყველაზე კეთილი ადამიანია. მსოფლიოში საუკეთესო ქალია. ხალხს ისეთ ვილად ექცევა. ოღონდ ვინც არ უყვარს, იმათ მიმართ მკაცრია. მოდი ბებიასთვის და ნურჯანისთვის ჩაი დავადგათ. ჩემო ძირფასა გოგო, გამარჯობა. ბაჰარ. ბაჰარ არ შემოხვიდე, ბაჰარ. ბაჰარ არ შემოხვიდე, არა.
არ შემოხვიდე. Özlemişim seni kız. მომენატრე, Ben de çarşıdan geldim. ბაზრიდან ახლახან მოვედი. სახლში დაბრუნდი. არა, ისონ ხანიმს რაღაც საბუთები აქვს. ხელი უნდა მოვაწერო, მე ისევ წავალ. გასაგებია. ბაჰარ, გამარჯობა რა ლამაზი ხარ. სუფთა ჰაერი მოგიხდა. თქვენც მშვენივრად გამოიყურებით. გმადლობ. ფამუկ, სანამ წახვალ ყავა მოგვიმზადე. მე და ბაჰარი ვისაუბრებთ. კარგია ისონ ხანი. ფამუկ მოიცადე. ახლა მეჩქარება. აისონ ხანი მყავა მერე დავლიოთ. ჩემი ნივთები უნდა ავიღო. საბუთების საქმეს მომაგვარებ და წავალ, კარგი? ასე რატომ ჩქარობ? ჩემთან ერთად 2 წუთით ყავის დალევაც არ გინდა? კარგი. ცოტა ხანს ჩამოჯექი დამშვიდდი. მე კი საჭირო ფურცლებს მოვიდა. კარგი. Ablam yavaş. გთხოვნელა იარე. შენი შვილი ერთი ღამე არ გინახავს და ისე იქცევი თითქოს საუკუნე გავიდა. ასე ნუ ამბობ, როგორ შეიძლება? ეს ღამე საუკუნით მომეჩვენა. გონულ. გილოცა. შენზე ამბობენ ჰაჯარის შვილი თავის სახლში მიიღო. ქორწილიც გადაგიხდია. ჩვენ რატომ არ დაგპატიჟე? რა ხდება ქეზბან, რა პრობლემაა? არანაირი. აბა რა საჭიროა ასეთი ლაპარაკი? მოლოცვა გვინდოდა. რატომ ბრაზობ? ქეზბან, თარიქი და ხაზანი ჩემი შვილები არიან. თუნდაც ჩემთან იცხოვრებენ, თუნდაც ჰაჯერთან წავლენ. ჯორაობა რა საჭიროა? კარგი, კარგი, ნუ ბრაზობ. ერთ სიტყვას ეტყვი და მაშინვე ბრაზობს. დაო, ხაზანი გველოდება. ნუ არ გავჩერდები, წავიდეთ. რაც არ უნდა გავაკეთო, სულ ასეა. არაფერი მოსწონთ, არ მეშვებიან. კარგი რა, ყურადღებას ნუ აქცევ. ჩვენი ქეზბანის ამბავი ხომ იცი? წამოდი. უკვე რა ხანია ველოდები? დროს ვკარგავ. როგორ გონიათ თქვენი თანამშრომელი გათავისუფლდა? მიმიღებს? ამ წუთას დაკავებულია, ბოდის გიხდით. თქვენ არ ურეკავთ რომ მკითხოთ, მიმიღებს თუ არა, უბრალოდ ელოდებით. როცა გათავისუფლდება, დაგიძახებთ. აი, ახლა მიგიღებენ. შევბრძანდით. კიდევ დაველოდები, პრობლემა არ არის. გთხოვთ. მე ღირსა, როგორც იქნა. მოვბრძანდით? გამარჯობა, გამარჯობა. თარიქ გუმუში. დემირ ქესკინის რეკომენდაციით გახლავართ. დაბრძანდით, გთხოვთ. ახლავე მოგახსენებთ მოვალეობებს. ვეძებთ დაცვას, რომელიც კართან იდგება. 2 ცვლა გვაქვს, დღის და ღამის. გრაფიკი კვირა გამოშვებით შეიცვლება. ასევე ტრანსპორტი, კვება და დაზღვევა უფასო გექნებათ. ღამის დარაჯი ვიქნები? ყოველთვის ღამის არა. ერთი კვირა იმუშავებთ ღამით, მეორე კვირა დღისით. მონაცვლეობით. და ხელფასი? რამდენი გამოდის? საკმაოდ რთული სამუშაოა, სარისკო. როგორც უკვე გითხარით, ტრანსპორტირება, კვება და დაზღვევა ჩვენ მიერ იქნება დაფარული. ხელფასი კი მინიმალურია. მინიმალური? შემომხედეთ, ვგავარ იმ კაცს, რომელიც კაპიკებზე იმუშავებს. რას ამბობთ, ბეი ეფენდი? დამშვიდით. მენეჯერს უნდა შეეძლოს ხალხის გარჩევა.
უნდა ხვდებოდეს მის წინ მინდგას. სად ღამის დარაჯი და სად მე? სასაცილოა, შემომხედეთ. ბეი ეფენდი, აქ მხოლოდ დემირბეის თხოვნის გამო დაგიბარეთ. ამ სამსახურს უამრავი ადამიანი ელოდება. დამიჯერეთ. ესე იგი, დემირბეის ფეხები დავუკოცნო? დრო რა ტყუილად დავკარგე. რამდენი ხანი გელოდეთ? უშენოდ სახლი ცარიელი იყო. ესე იგი, ფერმაში ბევრი საქმეა. ხო, ბევრი საქმეა. ამიტომ საბუთებს ხელს სწრაფად მოვაწერ და წავალ. კარგი. რა თქმა უნდა. აი მოვაწერე. კარგი. აისუნ ხანიმ. მე წავალ. წადი ფამუქ ნახვამდის. ბაჰარ დროებით. ბაჰარ. ერთ ნაცნობ ექიმს შენს მდგომარეობაზე ველაპარაკე. იმ ვიტამინების კომპლექსის მიღება გვირჩია, რომლებიც თავის ტვინზე დადებითად მოქმედებს და მეხსიერების აღდგენას უწყობს ხელს. უკვე შევიძინე. კარგი. რადგან ასეა, რეგულარულად მივიღებ. რა თქმა უნდა. მშვენიერია. აი გამომართვი. ეს არის? დედა, ხაზან. ჩემო ლამაზო ხაზან. მოდი დედა. მეჩვენება რომ ერთი დღე კი არა მთელი თვე გავიდა. ნუ ეტყვი დედა, მეც ასე მეჩვენება. არა და ქორწილი გუშინ იყო. მოდი ნურჯან. კეთილი იყო შენი მოსვლა. გმადლობ. დედა, ჩემო ლამაზო გოგო. ძალიან მომენატრე. მეც დედა, მეც. ოთახში შევიდეთ. იქ ჩაეხოდეთ ერთმანეთს. დაო, ჩაის მიავადოღებ. კარგი ძვირფასო. შენ რა თარიქი პირველივე დღეს გააგდე? არა, დედა. გასაუბრებაზე წავიდა. დედა, უნდა გენახა, რა სოლიდურად გამოიყურებოდა. ნამდვილი ოჯახის კაცი იყო. სათქმა უნდა, არის კიდეც. სხვაგვარად არ შეიძლება. თავარია შენ არ გაგაბრაზოს. არა, დედა არ მაბრაზებს. დილით საწოლში საუზმეც კი მომიდანა. ასეც უნდა იქნა. მე ხომ მას ასეთი საგანძური ჩავაბარე. დედა, ჩვენთვის რამდენი გააკეთე? უმოკლეს დროში ქორწილი გადაგვიხადე. სახლში შემოგვიშვი. რაზე ლაპარაკობ, შვილო? რა თქმა უნდა, მე ხომ დედა შენი ვარ. დედა, საყვარელო. ვიცი რომ შვილები დედის სამაქს ვერას დროს გადავიხდით. როგორც არ უნდა ვცადო. რასაბობ, შვილო? თავარია შენ იყო ბედნიერი. დედიკო, მე ყოველთვის შენი ფრთის ქვეშ ვიყავი. ჩემი შეცდომების მიუხედავად მაინც მხარში დამიდექი. კარგი რა, ამას ნუ ხარ გავიხსენებთ. იცოდე მშვიდად თუ არ იქნები, თუ ინერვიულებ, შენი პატარა ამასი იგრძნობს. ახლა შენი განერვიულება არ შეიძლება. ცუძე ნუ იფიქრებ. მხოლოდ კარგზე უნდა იფიქრო. გჯეროდეს რომ ყველაფერი კარგად იქნება. კარგი, მე საოცარი შვილიშვილი უნდა მაჩვქო, რომელიც ბებიასთან ითამაშებს. კარგი, დედიკო. დილით ველაპარაკე.
მოვყავი როგორი არაჩვეულებრივი ბები ახავს. Çayları getirdim. აი ჩაი მოვიტანე. Sulu gözler. თქვენ მტირალება. Sağ ol kızım. გმადლობ საყვარელო. Ay dur. მოიცა. Hazanonkine açık ჰაზარმა ახლა ძლიერი ჩაი არ უნდა დალიოს. Koydum ablam koydum. ვიცი, ამიტომ მისთვის ეს მოვამზადე. Gülmeyin yavrum. Nu Allah damtsinit. Allah. ისეთი რა ვთქვი? Açık içeceksin. შენთვის მუქი ჩაი არ შეიძლება ანემიას იწვევს. Duydun mu anneanneyi? გაიგონე ბებიამ რა თქვა? Kuzisi de ჩემი პატარა. ბაჰარ ბაჰარ აისუნ Oh ellerimize sağlık. გმადლობთ გოგოებო. შეგერგოს დედა. O zaman gideyim. ახლა შევალდა რამის მოვამზადებ. Aa yok anne ben. არა მე თვითონ. Öyle şey. რასაბობ შვილო. Siz de sohbet. თქვენი ლაპარაკეთ. ესე იგი თარიქმა საუზმე მოგიმზადა და გასაუბრებაზე წავიდა. მეც ვერ ვიჯერებ. უცებ პასუხის მგებლიან ადამიანად იქცა. ჩემზე ზრუნავს. დღეს გასაუბრებაზე წავიდა. ძალიან დადინჯებულია. წარმოგიდგენია? ღმერთმა ამი თვალისგან დაგიცვათ ხაზან. İnşallah. ამინ. Abla bak. შეხედე? Ne yaptın? ბეჭედიც მიიყიდა. Sürekli გამუდმებით ბავშვს ელაპარაკობს. Anneme de çok. დედა ჩემის მადლიერია, მაგრამ არ უნდა რომ ტვირთად დააწვეს. თქვა რომ სამსახურს იშოვის. ფულს მოაგროვებს და მერე სახლს მიქირავებთ. Allah Allah. ღმერთო ჩემო, Ne oldu da bu kadar? ასე უცებ რამე შეცვალა ხაზან. Bence bebek. ვფიქრობ ბავშვმა. Yani baba olacağım. სულ სხვა ადამიანად იქცა. მას შემდეგ რაც გაიგო რომ მამა უნდა გახდეს. Benim hastane olayımdan ჩემი საავადმყოფოში მოხვედრის შემდეგ კი გააცნობიერა რომ ძალიან მოყვარვარ. და მაინც ბოლომდე არ ენდო კარგი. Yani ამას რატომ მეუბნები? güvenmiyor musun? თარიქის არ გჯერა? Ablam bak. უბრალოდ როცა ადამიანი ხელს ერთხელ დაიწვავს, შემდეგში ყურადღებით უნდა იყოს. მე ასე ვფიქრობ, ნათქვამია ენდე, მაგრამ გადაამოწმეო. ღმერთმა ქრეს მის ცხოვრებაში შეზე მნიშვნელოვანი არაფერი იყოს. Abla და sen Tarık'a inanmıyor თარიქს არ musun? ენდობი? Ablam inanıyorum მე ama ნდობი, მაგრამ yani cicim ayları თაფლობის თვე დიდხანს არ გრძელდება. Sen yine de ამიტომ თავს უნდა კარგავ. işin başındasın. მხოლოდ გზის დასაწყისში ხართ. ქმარს ენდე, მაგრამ არ დაბრმავდე. Biliyorum ablam biliyorum. Sen benim iyi მიცი ამას ჩემი ვეკეთილდღეობისთვის მეუბნები, მაგრამ თარიქის მჯერა. söz verdi bana. მან სიტყვა მომცა. Benim ve bebeğim için მითხრა რომ ჩვენი შვილისთვის ყველაფერს გააკეთებს. İnşallah. რა თქმა უნდა, ხაზან. Öyle dediyse რადგან evet. გითხრა, ასეც იქნება. კომპანიის წინ რომ მანქანები დგას მილიონობით ლირაღის სოჭან. დიდრულ მანქანებს ფლობენ, ფული თავზე საყრელად აქვთ. უზარმაზარი კომპანიაა და მე რას მთავაზობენ? დარაჯობას? ხო, ჩაღდემირ. შენისთან ანათესავი სკოლას ჯობს სულ არ ყავდეს. რეკომენდაცია გამიწია დარაჯის პოზიციაზე.
ასეთ სამსახურს ხომ თვითონაც ვიშოვიდი. Referans olduğun iş gece bekçiliği mi? ეს მე გამიჭირდებოდა? Ben o işe tek başıma da girerim ki. Ne bekliyordun Tarık? გარასელოდი. მაშინვე დირექტორად დაგნიშნავდნენ? ეს რა შუაშია? Ne bileyim ofis mi ofis. მეგონა სამსახურს ოფისში შემომთავაზებდნენ და რას გააკეთებდი? იმას, რასაც დანარჩენები. არ ვიცი, ქსერვასლებს გადავიღებდი, ყავას დავლევდი, კომპიუტერთან დავჯდებოდი. ოფისში სხვას რას აკეთებენ? გონია ოფისებში სხვას არაფერს აკეთებენ? რა პროფილის ოფისია, მნიშვნელობა არ აქვს? ოფისებზე წარმოდგენაც კი არ გაქვს და დემირსა დანაშაულებ. რა თქმა უნდა, ვადანაშაულებ. ის სათანადოდ არასდროს მაფასებდა, რადგან მან უნივერსიტეტი დაამთავრა და მე არა. ჩემთვის სულ ერთია. უნივერსიტეტი არაფერ შუაშია, რა შეგიძლია, არც სპეციალობა გაქვს, არც პროფესია, არც გამოცდილება. მიდი ჭრილობაზე მარილი დამაყარე. Senin bir mesleğin mi? ასე არ არის, სპეციალობა გააქვს? მადლობის ნაცვლად დემირზე ბრაზობ. რა არ გაწყობდა? იოლი სამუშაოა, სახლში ფულ შეიტანდი. ეს პრობლემა არ არის, ეს საკითხი ხომ მოგვარებული მაქვს, არა? როგორ? მე ხომ დავქორწინდი, თავზე ჭერი მახურავს. არანაირი კირა, არანაირი გადასახადი. უფასო სამჯერად იკვება, სრული პაკეტი მაქვს. სრული პაკეტი, მაგარია. რას გულისხმობ? ჰაზანს ხომ პირობა მიეცი? მივეცი, გონს მოეგებოდი, სამსახურს დაიწყებდი. ასეც იქნება. დროთა განმავლობაში. ყველაფერს ნელ-ნელა მოვაგვარებ. ისევ მოატყუე. ტყუილად აქვს შენი იმედი. ყველა გამოიყენე, ქორწილიც გადაახდებინე. რა გაყვირებს? ყველაფერს მოვაგვარებ. რას მოვაგვარებ? რა ეგოისტიც იყავი, ისეთად დარჩი. მორჩი ჩემს დამცირებას. შესაძლოა ეგოისტი ვარ, მაგრამ ჩემთვის ვცხოვრობ და ვცდილობ სხვებსაც ვასიამოვნო. როგორ შეიძლება ასიამოვნო სხვას, როცა შენი ტყუილი გამოაშკარავდება? ოჯან, რა ნერვული ხარ? მეგობარო, ცხოვრება ხან მოკლეა. ასე რომ მოეშვი. თანაც არც ისე ეგოისტი ვარ. Neyse ben bir კარგი, ჩაის თვითონ ავადუღებ. Hadi güzelim. ხო, მიპასუხე. ძმაო, Hoş geldin. დაბრუნდი? ხო, დავბრუნდი. ბაჰარი უკვე მოვიდა? არა, Beraber თქვენ ხომ ერთად გავხვედით? senin yanında değil mi? შენთან ერთად არ არის? აქ უნდა მოსულიყო. En son Bolu sakiten ერთად გავხვედით. geleceğini bilmiyordum abicim. თხოვე რომ აქ დაბრუნებულიყო, ნამდვილად არ ყოფილა? Hiç gelmedi mi? მითხარი. Hayır. არა. Aysun Hanim, ხელი ისე მოვაწერე, არ წამიკითხავს. ის ჩვენი შვილობილი კომპანიის დოკუმენტებია? რა თქმა უნდა, მარტივი პროექტებია. წაკითხვა აუცილებელი არ იყო. ამას ავიღებ. Açma. რა ხდება, ძმაო? არ მპასუხობს. ახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.